We're okay. Yeah. Oh, it's fine. What's up? What's up? Ну, პირველ რიგში მოდი მგონი ნააღოჩნოთ ჩვენ მე კომექსელ მეგობრებს, რომ ამ ეპიზოდში კომენტარებს არ წავიკითხავთ, არ უპასუხებთ. ეგ უფრო იქნება შემდეგისთვის და აი ამ ვიდეოზე დააკომენტარებთ და შემდეგ გვექნება რეაქცია კომენტარებზე. Okay, ინგლისური რაღაცებს რო ვიტყვი ამოჭრა. ხო, იმის დამდე ვლაპარაკობთ. დღეს რას გავაკეთებთ? დღეს გალაპარაკებთ შენ ამერიკულ კომიქსების ყველაზე ცნობილ ბრენდზე. Marvel და DC. კი. რა იცი Marvel და DC-ზე? Marvel-ი მირჩევნია. Marvel-ი მირჩევნია. მაგრამ DC-ში მყავს ფევორიტები. Teen Titans და კონსტანტინის ანუ Hellblazer-ის კომიქსები, მაგრამ მყავს. Fun fact, რამდენიმე DC-ს ეხლა ცოხნის გავწავდა რა კიდე ამოტვიტო და რამდენიმე DC-ს მხატვარს და ავტორს რა Alan Moore-ს მაგალითად ნათქვამი აქვს რომ კონსტანტინი გაიცნეს IRL. კონსტანტინი მოიცა ვის მიხედვით არის შექმნილი? რომელიღაც მომღერლის მიხედვით? Yeah, საშუალო ხო, იმიტომ რომ ისა რაღაც კომიქსი გამოვიდა. Stingis ვიღაც ეგეთების. არა, Sex Pistols or მოიცადე who is John Taylor Constantine უნდა ყოფილიყო თუ რაღაცა. Yeah. I hate it. Seriously, the references. Oh, seriously, the references send Stingy. I guessed it. იმიტომ რომ ახსოვს რომ ის ყვითელი თმარო აქვს. აი ანუ ეს ვიზუალი რა. ხო, არ მოძღოდა არის ეგეთი პიროვნება, მაგრამ არა. მაგრამ ისე რო შეხედო რა, რა განსხვავება არის Marvel-სა და DC-ს შორის? Okay, რა მხრივ ისტორიების მხრივ. აი, ხო, იზოლდა რა. Marvel-ის ბევრი უფრო ჯგუფურია ხოლმე, რაღაც ჯგუფური Spider-Man. Phrasing was bad. სიუჟეტური განსხვავება. წამერტი რაღაცა რა. კომიქსი მიიღე, სუპერგიმიდების არის და Marvel-ი და DC-ს არის. და უნდა გამოვიცნო. რომელიც არის, როგორ მიიღე. ერთი მახსოვს რომ DC-ს აქვს ხოლმე გამოგონილი ქალაქები, უფრო. კი, DC-ს სულ გამოგონილი ქალაქები აქვს, Marvel-ს არა. ინდივიდუალური და ანუ არ არის დაკავშირებული ერთ multiverse-თან ხოლმე თუ რაღაცა. კი, DC-ს ამბერ Elseworlds რაღაცებს აკეთებს რა. Marvel-ს უფრო ინარჩუნებს ამ continuity-ს. კი. კიდე ანუ შეიძლება რაღაც კონკრეტული ერთ უფრო dark რა არის ქართულად. ბნელი ისტორიებია ხოლმე ხანდახან. ეს აი სადაცები ეს გამოგონილი ქალაქები მართლა ძალიან სწორია. Marvel სცენის ქონდა ეს მომენტი, რომ Marvel კომიქსები არის სამყარო შენი ფანჯრიდან. ხო. მაგას რეფერენსებდა რამდენიმე ჯერ. Hi heroes, this is Stan Lee coming at you. Want you to know, Marvel has always been and always will be a reflection of the world right outside our window. Yeah, your neighborhood. Friendly neighborhood Spider-Man. Ну, ძირითადად მაგიტომ არის Superman-ის 90% არის ნიუ-იორკიდან. ანუ Iron Man, Spider-Man და Fantastic Four-ი სამივე Captain America, სამი 4-ვე ნიუ-იორკში არის. Thor-ი ჩადის გამოდის რა ისე თორია ასგარდელი არის. ორი დიდი ფილოსოფიური დიდი განსხვავება არის Marvel და DC-ის შორის. აბა. ბაცან ურისაც ყოველ შეგიძლია გამოიცნო. პირველი და ეს არის ალბათ არის ისეთი ეს შეხედვით ყველაზე მარტო შემჩნევი რა, რომ DC სუპერგმირებს საიდკიკები ყავთ და Marvel-ის არა. ეგ ანუ ეს გამახსნა სუპერ like Batman-ის რობინები. Batman-ის რობინები ყავს კი. Supergirl-ი, Superman-ის ის არის. I don't know. Superboy-იც არის კლონი რო არის კი. და რამდენიმე წერცია არის მაგისი. და იმას არის. Grey Arrow, Speedy. Kid Flash-ი, Wonder Girl-იც არის. ანუ იმდენი თალკე ისინი აქვს რა, kind of Teen Titans მე ახლა. Teen Titans ეგ არის რა რეალურად, მაგრამ ესენიც ხო ეს რობინი არის, რომელსაც სავის გუნდი შექმნა. და იქ ყველანიც არის საიდკიკი არ არის, მაგრამ გაჩნია გო შეხედავ Beast Boy, ხანდახან ან Beast Boy ან ისა Cyborg-ი, Doom Patrol-ის საიდკიკაც იცვლება, გააჩნია სხვა ვერსიებად. და ასევე იმდენი საიდკიკები ყავთ, რომ სხვა სერიალი არის მაგაზე Young Justice. Young Justice. Marvel-ს არ ყავს საიდკიკები. მასეთ მასში არ ყავს. Უბრალოდ
რაღაც მომენტში ცოტა ნერვებავშლილია, თქოს ის პერსონაჟები არ იზრდებიან და ანუ არ იღებენ. ეგ ზოგადად ორივე პრობლემა არის, ზოგადად, მაგრამ ხო, ეგ არის კიდე ერთი მიზეზი, რაც წელი მაგას სახდა, რომ საიტები არ მომწონსო, იმიტომ რომ თავარი პერსონაჟიდან რაღაცები მიაქვთო. აი, რატო არის DC უფრო edgy და ბეტმენი რატო არის ეგეთი edgy, იმიტომ რომ რობინი ყავს და რობინ შეუძლია რომ იყოს მხიარული, რაც ბეტმენს უტოვებს უფრო მეტ დროს რომ იყოს edgy და ბნელი. პიტერ პარკერი მაგალითად რა, ძალიან ბნელი პერსონაჟი არის, რა, ტრაგიკული პერსონაჟი არის, ბეტმენზე არ ნაკლები. მაგრამ ეს აფით ჭირდება რომ იყოს თვითონ, რომ საიტკიკი არ ყავს. რობინი არ ყავს რა. ერთადერთი საიტკიკი არის, რომელიც მარველშიც იყო. და ეს იყო ბაკი. ბაკი საიტკიკი არის? ბაკი თავიდან იყო საიტკიკი. და მე მოკვდა და მაგის მე კაპიტან ამერიკა მე აღარ ყავდა საიტკიკი და აღარავის აღარ ყავდა საიტკიკი. ანუ War Machine არის, მაგრამ არ არის Iron Man Junior. და War Machine საიტკიკი არ არის რა, უბრალოდ მაგის მეგობარია, რომელიც აი ტრადიციულ საიტკიკს როს არ ასრულებს. იმიტომ რომ მენტორში ანუ კლასიკურ საიტკიკები არიან აი რობინებზე რა. რომ ანუ უნდა გახდეს მერე მენტალი უნდა იყოს ბეტმენის, სუპერბოი მენტალი უნდა იყოს სუპერმენის მერე რა. და რას ვიძახით ამბობს მე. მაგრამ მაგის მიხედავთ War Machine-ს არ აქვს არგუმენტი რომ Iron Man უნდა გახდეს. War Machine თავის ტიპი არის. რომელიც ანუ რავი მილიტარისტული არის, ჯართან აქვს ანდის კონტაქტები და ხაურებასთან, მაგრამ აი ეს Iron Man-ი ვარ უნდა გავხდე მე, გამომეტი არ აქვს. ხა ეს არის მეორე დიდი განსხვავება რა. Marvel-ს და DC-ს შორის. იმათ სუპერ ძალები რო უფრო აქვთ Marvel-ში? არა. მოგოცა სამად შეიძლება გაჩეთლოს, მაგრამ Marvel-ში არავის არ აქვს კრიპტონიტი. Marvel-ს არც პერსონაჟს კრიპტონიტი არ გააჩნია. თავარ პერსონაჟებზე ვიძახი ხა ძირითადად. შეგიძლია თქვა რომ აი მუტანტებზე, X-Men-ებში მუტანტ დამპერები არიან, რომ გაიკეთებ მუტანტის ძალას უუქმებს. ხო. შეგიძლია თქვა რომ ეგ არის რაღაცნაირი კრიპტონიტის ფორმა. ეს მიღებია, მაგრამ ეგ ძალიან ზოგადად ზოგადი არის. DC-ში უკვე ყველას თავის ინდივიდუალური აქვს რა. ხო. რომელიც გაუქმეს DC-ი, თქვა რომ ცირა არ გვექნება. ჯობია. კი, იმიტომ რომ კრიპტონიტი და ჩერჩება რა. ყველა ვარიანტში. ანუ სუპერმენს ყოც ექნება კრიპტონიტი. რომ სუპერმენის მთელი იდეა არის იყოს სუპერძლიერი. Wonder Woman-ის კრიპტონიტი რა იყო იცი? ნო. არის იცი? არ მახსოვს. დაბმა. ვიცოდი. კი, ანუ Wonder Woman-ის კრიპტონიტი იყო რომ თუ ვიღაცა დააბავდა, თოკით თოკითაც. თვითონ რო აქთან თუ. ძალას კარგავს. There is layers. Green Lantern-ის კრიპტონიტი რა არის? იმის ძის ბატარეას, ანუ არა. ეგ ეხლა არის ფერი ყვითელი. ეგ ყვითელი ფერი თუ რაღაც არის, მაინც არ მუშაობს. მაგრამ ორიგინალურის იყო ხე. ხე? ხო, ალბათ. What do you mean? ხეზე და ჩაიხუტოს? აი დოქტორ ჰუში სპეციალურად ხეზე ხო არ მუშაობს. ხო. აი ასე ეგეთი თემა იყო. მუშაობს Rivers Rock ის ხეზე მუშაობს. ის კი. და მე Rivers მაგას ეუბნებოდა რომ მე გაქო, ანუ გაკეთებულია უკვე. დემ. ხო, ანუ ეგეც გაუქმეს. ეგ იყო პირველი რაღაც რაც მოშორეს რა. მარშალ მენტალი ფუიც პერსონაჟი ხო? მაგასაც ქონდა კრიპტონიტი მაგის თელ რასას. და თავისოზე მაგის კრიპტონიტი იყო ცეცხლი. Okay. მაგრამ ეგ გადააკეთეს უკვე PTSD-ით. ანუ მაგას კონკრეტულად აქვს ცეცხლის შიში ეგეთი რეაქცია, იმიტომ რომ ხო, PTSD აქვს ცეცხლზე. Okay. და არა ყველა მარშალს არ აქვს ეგ. Invincible არის როგორც აი მანგასავით. არის ანუ Battle Shonen-ი არის პირდაპირი რა. ვიჭი თავი პროტაგონისტი, რომელსაც აქვს საკმაოდ მოსაწყენი სუპერძალები სხვა პერსონაჟებს შედარებით. რომელიც რაც ყოველ პერიოდულად ხდება უფრო და უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეებს და ხანახან მართლა დღესდღეობით ყოველთვის იმარჯვებს. ანუ იმენა შონენივით მიდის რა. იმენა შონენია ხო. იმიტომ რომ მაგას ჩვენ ვიძახით პარტი, იმიტომ რომ ეს პროსა ერთი ნარატივი აქვს. მარველის ერთ ხიან არის კოლაბორაციული თემა. კოლაბორაცია არის არტისტებს შორის რა, რომელიც მოდიან და მიდიან. და ასევე კითხულებს შორის, რომელიც კითხულობენ რაღაცები მოწონთ და არ მოწონთ. აი მაგნიტო მაგას X-Men-დან ბოროტ მოქმედია თუ არა. ბოროტ მოქმედი, ვილენი თუ არა? ხო. თავიდან ვილენად იწყებს და მე ანტიჰერო ხდება ხოლმე. ეგეც ცოტა მოხდა? იმიტომ რომ Evolution-შიც ხო ეგეთი იყო. ეგეც რამდენიმე რეტკონი არის. თავიდან იყო რომ ვილენი იყო, სტელმიგა შექმნა. მე ერთი პერიოდი იყო რომ კარგი ტიპი იყო და მე სხვა ტიპმა დაწერა storyline-ი, სადაც მაგნიტო UN-ში შედის და ვიღაცებს იტაცებს, რაღაცებს აფეთქებს.
და მე ეგ რო გააკეთე და შემდეგ ტიპი რო შემოვიდა, მაგრამ გადაწერა ეგ ყველაფერი და თქვა რომ არა ეგ მაგნო კი არ იყო, ვიღაც სხვა იყო shapeshifter-ივითო. და That wasn't him. What about the people he murdered? What murder? ანუ ხალხს უფრო მოწონთ, მაგრამ როგორც ანტიჰირო, ან სპოტატიური ვილენი, რომელსაც აქვს რაღაც პოინტი და პროსტა უზიოტურად მაგრამ თუ დაგვიდე მეორე განსხვავება რაც თქვი, რომ ანუ კრიპტონიტი არ აქვს. ეგ გამომდინარეობს, ანუ რატო ჭირდება სუპერმენის კრიპტონიტი რო კონდეს. რომ ძალიან უაზრო ძლიერი არის, ხო? ხო და რაღაცით და ბალანსი არის. ან თუ ყოველთვის იცი რომ მოიგებს, ისტორია აღარ არის საინტერესო. არა, ნუ სუპერმენი ყოველთვის მოიგებს. სუპერმენის მოგამი ეგ არის, რომ სუპერმენი არის პერსონაჟი, რომელიც რამდენიც რთული არ უნდა იყოს, ყოველთვის ანუ ყველა ეგეთი სუპერმენი ყველა ეგეთი. ხო და ალბათ მაგაზე რომ ადვილად ვერ მოიგოს უნდა რა, რაღაცა ემოციური და ეს რაღაცა. უნდა გავჭირდეს ხო, ყველაფერს ხო არ მოჩვენოს, ისტორია აღარ გამოდის. ხო, საინტერესო აღარ არის. ხო, ისტორია აღარ გამოდის უბრალოდ მე რა. იმას აქ თქვი William Faulkneris ფილოსოფია იმაზე რომ human heart in conflict with itself is the only thing worth writing about. ანუ ადამიანის გული თავის თავში კონფლიქტთან არის ერთ-ერთი რამ, რაზეც ღირს რო დაწერო. Very nice. აღარ მახსოვს რაზე ვლაპარაკობთ. ვაპარაკობთ ნუ ესე რო არ მოხდეს ისტორიაში ყველაფერი რა. კონფლიქტი გჭირდება. კონფლიქტი გჭირდება, ნუ უნდა გქონდეს შანსი რა. რაღაც კითხვას რო სვამ. ანუ რაღაც კითხვა გხდება რა, რაც გაინტერესებს რა პასუხია და მაგიტო კითხულობ ხოლმე. ხო. ეხლა რო უწერა იმ ჩემს კომიქსს კითხვა არ მაქვს და მაგიტო არ გამოდის. მივხვდი რატო არ მუშაობს. It's like internal screaming. როგორ და შვანა სცენები, სადაც საინტერესო რაღაცები ნახონდეს, მაგის ვიზუალი ვერ მოვიფიქრე და მეჭედილი ვარ. შენ როგორ ხარ? მე რა კარგად. Okay, გავიგე. კაი. პრორიალისტური პერსონაჟებიც მაგიტომ ყავს რა, უფრო ძირითადად, რა relatable სუპრომიზნებენ. ხო. აი კიდევ შეიძლება ზუსტად კიდევ შეიძლება ერთად უყვართ არის რომ აი DC პერსონაჟები არიან ღმერთები რომელიც ადამიანებში ირევიან მაშინაც Marvel-ს არიან უბრალოდ ადამიანები ეგეც მაგ ძალების გამოდის სწორედ ძირითადად დაფიქრე რა განსხვავება სუპერ ძალების მხრივ რა განსხვავება Wonder Woman, Aquaman-ს და Superman შორის საინტერესო ხო და ეგ არის კონფლიქტი რა აქვს უფრო ეგ არის და საინტერესო რამდენად იქნება მაგრამ ხო გეთახმები მე მგონი მაგით არ მემიზედა რომ ეს ყველა სუპერ ძლიერი იყო და ანუ რაღაც საინტერესო აღარ მეჩვენებოდა ხოლმე და დიდი ხნის განმავლობაში არ მინახი არაფერი სუპერმენზე მაგალითად ამ კომიქსი ამ ფილმი ანუ არ მიყურებია და ეხლა რომ გამოვიდა სუპერმენი უყურე და ძალიან კარგი არის და გამახსენდა რატო მიყვარდა ეგ პროსტა პატარა რო ვიყავი და ფილმები რო არის სუპერმენის ეგ მაგ პატარობაში ნანახი და ანუ ძალიან მიყვარდა მახსოვს, მაგრამ არ მახსოვდა რატო. და კარგად ზაკ სნაიდერი ზოგადად არ არის კარგი. ახო ეგ ფილმები არ მიყვარს. ანუ საინტერესო ფილმები გამოდის პროსპექტივაში შეხედავ რა. ხო. ეგ მთელი და თქვათ ზაკ სნაიდერის ბრალიც არ არის. ხო. შენ მაგაზე თუ გინდათ ხო დაკომენტარეთ. ძალიან დიდ რენტს გავაკეთებ. თუ ანუ რატო არის ზაკ სნაიდერის ბრალი რო ეგ ფილმები ეგ ძალიან ჩაფლავდა. მაგრამ ზაკ სნაიდერი ვერასოდეს ვერ გააკეთებდა კარგს რეალურად. ზაკ სნაიდერი ალაიქებს ის wolf ისინი რო ახლა მე რა ქვია. quote-ები რო არის ხოლმე და გალი რო ხატია ეგეთ ფოტო. მე ვრი იქნება მოსაჭრელი. I'm sorry. აი შეიძლება წინადად გურია მოჭერი, წენს გადავიღოთ საათი და წუთი და Oh my god. Okay. I'm going to chill out. Yeah, it's okay. Fake-ის ნატლებში დამინერჩება. ამოჭერი. რო რამე რო იცოდეთ, და აი ამ წუთიანი fake-ზე. მე შემიძლია გადავიღო ცალკე ვიდეო როგორ უყურე fake-ს. მართლა შეგიძლია? Yes. რატო არის შემიძლია Marvel და DC ყველაზე პოპულარული კომპანია კომიქსების? თავიანთი ფორმულა რო აქვს. არა, მაგრამ საინტერესო ფაქტი. შენ ცი რომ Marvel და DC-ის ტრეიდმარკი ჰქონდათ სიტყვა სუპერგმირზე. ანუ სუპერჰირო არ შეგეძლო გამოიყენებინა კომიქსებში. ვაუ, რამდენი ხანი ჰქონდათ ეგ? გაცოდა ხნის წინ გავიდათ. ერთი 3 წლის წინ, 2 წლის წინ. ხო, აი. მოდი მეცაც გეტყვი რა. მარტო ის კი არ არის რომ ანუ Marvel-სა და DC-ის კოპირაიტი ჰქონდათ. სიტყვა ტრეიდმარკი, სიტყვა სუპერგმირზე. ხო.
ასევე მარველის იმაც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ Comic Book Code of Authorities ხო გიგია წინასწარ ახსენე. ცენზურას რაც ატარდა. კი. ეგ შეიქმნა 50-იანებში რა. იმიტომ რომ აი 30-იანებში რაც სუპერგმირები უკვე იყო, ბეტმენი 29-ში გამოჩნდა როგორც მახსოვს, DC Comics დაასრულა 17-ში. 1900. Well. ხოდა 1900-ში დაარსდა Detective Comics-ები, სხვა შორის ანუ Shonen Jump-ით გამოდიოდა, რომ სხვადასხვა რაღაცები წერა და 27 თუ 24-ში DC როგორც Detective Comics-ი შექმნა 17-ში. Detective Comics 27-ში გამოჩნდა პირველად ბეტმენი. და ძალიან სხვანაირი იყო სხვა შორის. ხოდა თავი ეს მოდაში იყო რა, მაგოდაში 40-იანებშიც, მაგრამ 50-იანებში დაიწყო აი ჰორორის კომიქსები ძალიან წამოვიდა და კრიმინალური კომიქსები ძალიან წამოვიდა, ძალიან პოპულარული გახდა. და აი ხალხი ვაბედებდა რა თუ აი მაგცია კაპიტან ამერიკა თუ გინახია, ეგეც მაგის ბრალი არის რა, იმიტომ რომ ხალხი უნდა და ეს ჰორორის ელემენტები, რომ კაპიტან ამერიკა მაგციად გადააქციეს. და Marvel კომიქსების continuity-ის დაჟინების გამო კანონი არის ჯერ კიდე რა, კანონიკურად. და ხშირად ხან არ რეფერენსები მაგას. Werewolf by Night Marvel-ი არ არის? კი, ეგეც Marvel-ი არის. იმიტომ რომ Marvel-ს მქონდა ეს ხშირად რა, Swamp Man-ი და Swamp Thing-ის კანონ მაგ პერიოდში წარმოიშვა. Hulk-იც უფრო აი მოხოროვი. Spider-Man-ს მაგ პერიოდში დაიწყო რა. კი. აი Hulk-იც უფრო მაგ პერიოდიდან იყო. ბევრი Marvel-ის კარგი რაღაცა მაგით წამოვიდა რა. იმიტომ რომ Marvel-ს არ ეყარდა. შეზღუდვები. ხოდა ეს კომიქსები ბავშვობლები ძალიან ნერვიულობდნენ ამ ბავშვებს როგორ როგორ მოხდა როგორც თამაშები კი იმიტომ რომ როგორც აუცილებლად ზორო ძალიან პოპულარული იყო კონონი ძალიან პოპულარული იყო და ყოფილი გაიზარდა რა ეგ ბავშვები და ამიტომ შეიქმნა ეს კომიქსები თუმცა ძალიან შეზღუდა რა სიტყვები შეგეძლო გამოგეყენებინა სათაურზე უნდა ყოფილიყო რა შეიძლება გეჩვენებინა თუ ბოროტი ყავდა აუცილებლად უნდა წაიგო ან მოპულარიყო ბოლოსკენ და ამ ყოფილი ძალიან დიდად შეზღუდა რა რის გამოც ანუ ამ კომიქსებს არ შეეძლოთ რა, კაი რაღაცები გაეკეთებინათ. მე კომიქსებს. ან კომიქსებს. გონი სიტყვას ვამკვიდრებთ. კი, დავატრეიდმარკოთ ახლა ჩვენ როგორც მოვდოდისი. და სხვა სიტყვის გამოყენებს მიცეთ. დაატრეიდმარკებული გვაქვს. აი გზანა, ხოდა მაგის გამო კიდე არის ის რომ სხვა ძალიან გაუჭირდა რომ სხვას ფეხი აედგა. და მოვდოდისი საკეთდა და რასაც უნდათ. ეგ ძალიან ეწყობოდათ რა მაგის რო აკეთებდნენ რასაც უნდათ, თუმცა ერთმანეთსგან სხვა კოპირებდნენ. წიდა უკან, მაგრამ შენ თუ იცი რა არის წერა The Marvel Way? Marvel Way? ხო. Like comics როგორ ქმნიან, ეგ ვიცი, როგორ მუშაობენ, მაგრამ რას გულისხმობ? ანუ არსებობს ჩვეულებრივი მეთოდი comics-ში როგორ უნდა შექმნა. ნუ ის და მე არის Marvel Way. That's actually არის Stanley Way. ხო, ანუ როგორ გააკეთონ ისე, რომ ისუები და რაღაცები როგორ ყოფენ, ისტორიას როგორ ყოფენ, რომ რაღაც მომენტში რა Stanley ხო წერდა ყველა, ანუ Stanley წერდა. და სხვები ხატავდნენ, ჯეკერები ხატავდა, სტივი ხატავდა. ესენი ყველანი ხატავდნენ. და Stanley მას მომენტში ხტო რომ Spider-Man-ი, Thor-ი, Hulk-ი, X-Men-ები რა ძალიან ბევრი იყო რა. ეს კლასიკურად დაიწერა. ურეკავდა, ტელეფონზე ლაპარაკებოდა ამ პერსონაჟს მიწერდა. გაუგზავნიდა პარაგრაფს, ორ გვერდს, ან ტელეფონზე უხსნიდა ფლოტს. რა ის რაღაცები უნდა მინდაო რა, რომ მოხდესო ამ შემდეგ issue-ში, ნომერშიო. და შენ დახატეო, მე გამიგზავნეო და მე ჩავსვავ იმეებსო რა, ანუ დიალოგის ბუშტებს მე ჩავსვავო, ხმის ეფექტებს დავადებო. შენ მოდახატე ყველაფერიო. და სხვაშორის ზოგს მოწონდათ. თორე ერთი მხრივ ანუ შეზღუდულები ნაკლებად იყვნენ რა, აი სცენარით. სხვაგან იყო რა ის სცენარი იყო რა, ანუ ამ გვერდს უნდა გაჩვენებინა ეს. ჯერ ხატავდნენ და მერე წერდნენ? აი იქ მაგ მეთოდზე გადავიდნენ. ანუ Stanley მივიდოდა, ეტყოდა რომ აი მე მინდა რომ ეს შემდეგ issue Spider-Man-ში, Spider-Man Peter Parker-ი მივიდეს Sam Jones-თან, რაღაც ცოტა ხანი იქ დაელაპარაკოს. იმან უთხრას რომ გადამიღე Spider-Man-ის ფოტოებიო ეს გავიდეს. მერე ერთი ორი სვინგი შეხვდეს აი 8 ფეხას, მაგასთან ჩხუბი ქონდეს, დამარცხოს და მერე გავიცოთ მიუწანას იქ, მაგრამ ვერაჩვენს ამის გამო. Make sense. და ის ყველაფერს ხატა ამას უბრალოდ და ის ყველაფერს ხატოდა და მერე მისცემდა Stanley-ს და Stanley-ს დაწერდა, დახატავდა. და ეძახდა რომ ანუ თუ ნახატი კარგი იყო, ცდილობდი რომ ანუ რაც შეიძლება ნაკლები სიტყვა ჩამესვო რა, თუ შენ ვაფშე არაფერი არ ყოფილიყო, ვაფშე არაფერს არ ვიზავდიო. მაგრამ თუ რაღაცა მოსაწყენი იყო, ისევ ვადდებდი ამ ყველაფერს, რომ უფრო გამევსო, შინაარს რაღაცა.
ანუ არტისტი პროდულად ხდება ის flow როგორი flow კონდეს, როცა ნახატიც ხატავს რა ჯერ. ხო. ტექსტი არ გზგულავს. ტექსტი არ გზგულავს. ბევრს არ მოწონდა, ზოგს არ მოწონდა, იმიტომ რომ ზოგს მილიშანტო რაღაც მხრივ ეს გამოდის, რომ თვითონაც წერენ, რა მწერლებიც ხდებიან. აჰა. და მარული მაგ მუშაობაში ფულს არ იხდის. ბევრს მაგის გამო მოვიდოდა კონფლიქტი, რომ მეც იმსახურებდნენ რა ამის გამო. კიდევ რამდენიმე იყო რა, ვისაც კონფლიქტი დამატებით მოვიდათ, იმიტომ რომ აცნა ქონდათ სტენლის, ამათ ხედვაზე რა პლოტი რაც უნდა ყოფილიყო. და საბოლოოდ სტენლიაც რაც დიალოგში დაწერა. და ბუნებრივი არის რომ ამ ყოფის გამო მარველად ისეზე, ძალიან ფრუსტრებული იყვნენ, დაზიანებული იყვნენ ძალიან ბევრი ხელოვანი. ხაშურს ერთ-ერთი მათგანი წინაზე როგორც ახსენე, ტოდ მაფლანი იყო. ტოდ მაფლანი. მაგის სიტყვის სახელის გამო თქვა. მაგან აიყოლია რობ ლაიფელდი რა და თავისუფლად ხაშურს უნდა რომ უნიონი შეექმნა. ხო. გილდიაში კიდე პროფკავშირები შეექმნა. ხო. კომიკოსების, მაგრამ არ გამოვიდა, თორე სახელი არ ქონდა იმდენი რა. ადენილა გაითქვა და რაღაცა ამოვიდა. და გაწყვა რომ შეიკრიბა, ახლა მარტოს ხელი ჩაალო ვიღაც რამდენიმეებს. ყველაზე ცნობილები იყვნენ ჯიმ ლი, ახლა DC-ის პრეზიდენტი არის, როგორც თუ სწორად ვიცი. ადრე მუშაობდა Marvel-ზე და X-Men-ები მაგის სახატული იყო და ძალიან ცნობილი და ძალიან სპექტაკულური X-Men-ების ხატვარი არის. მაგასაც ჩაკიდა ხელი რობ ლაიფელდს, ჯიმ ვალენტინოს, კიდე რამდენიმე ტიპს და გაწყოს რომ თავიანთი იმიჯ კომიქსი შეექმნათ. და ხალხშორის როცა ეს გააკეთეს რა, ჯიმ ლი ბოლოს აიყვანეს Marvel-ში, მენა სუსბოლო ტიპი ვინც დაიმატათ. ხო. იყო ჯიმ ლი. და Marvel-ს ოფისებში შევიდნენ და უთხრეს რა უმფროსებს რომ კაროჩი ჩვენ ყველა მივდივართო თქვენი იო მე ხა ჩაიძირებითო ჩვენ წინამდე გიქნებითო და იო რა და წავიდნენ და მე ხო და მე გაწუს რომ დავით ისიც წავიდეთო რა შევიდეთ ხო და Tom Friendly ერთი თუ ორი წელი აღარ მუშაობდა DC-ში და Jim-ლის DC-ში არასოდეს არ მუშაობია რა მაგრამ მაინც აიყვანეს და შეიყვანეს და ეს ტიპი რომელიც თქვენ არ მუშაობია ჯერჯერობით თუ არასოდეს არ მუშაობს თქვენთანო ახლა მაგის პრეზიდენტი არის მაგრამ მაინც არის ეგ ისტორია ბევრი იმიჯი ბევრი კომიქსი ქონდა რა და იმიჯი კომიქსი იყო ეს პირველი დიდი კონკურენცია იმიტომ რომ კიდე ერთი რაღაცა რაც უნდა გავიტყვეს უნდა მაშინ Marvel DC-ის დომინანციების დროს ძალიან დიდი ამბავი იყო ანუ რიცხვებიანსაც ყიდნენ რა და ერთი რაღაც რამაც ძალიან დაეხმარა Marvel DC-ის რომ ძალიან ბევრი გაიყიდა და ეს დომინანცია მოეპყრო ამერიკულ ბაზარზე იყო რომ comics number 1 გაიყიდა ძალიან ბევრად Superman-ის პირველი კომიქსი ეს მანქანა რო უჭიოს ესე ხო იცი ხო ეგ გაიყიდა ძალიან ძვირად მეორე მსოფლიო ომის დროს გაიყიდა ძალიან ბევრი ორიგინალური კომიქსი იყო დამწვარი უკვე გაზეთის ქაღალდით იყენებდნენ მაგას ამ კომიქსებს ხო და ეს ერთი რომელიც გადარჩა ძალიან ძვირად გაიყიდა და მაგით შეიქმნა სპეკულატორების მარკეტი დაარქვეს და ესენი იყო ხალხი რომელიც კომიქსებს ყიდულობდნენ იმის გამო კი არა რომ აი უნდა თუ ქონოდათ ეს კოლექციებად შეინახათ და აი Marvel და DC მინა ჩააჭირეს ამაზე რომ დაიწყეს ძალიან ბევრი number 1-ების გამოშვება რომ აი Amazon-ის სერიალების არ იყოს რა მეორე მესამე არავის არ აინტერესებს შენი კოლექცია მე 400 მე რაღაცა იშუ რა ყველას უნდა number 1 ფასი გონათ რომ მაგას გქონდათ ამიტომ ძალიან ბევრი პირველ იშუებს მეჭდავდნენ მაშინ შეიქმნა თორმეტ მისეს Spider-Man number 1 ხო და ეგ რომ მისეს სხვა შორის გამოუშვეს ერთი რამდენიმე სხვანაირი cover-ით ანუ ხშირად იყო ეს ეგრე იშუს უშევდნენ სხვა cover-ებით რაც ჯერ კიდევ ჩერჩენილი DC-ის ამაროს ალტერნატიული cover-ებს კი დაკეთებდნენ სხვა არტისტებს და ხშირად იყო რომ ზოგი მოდიოდა ძალიან ესე დალუქული სპეციფიურად და ანუ თუ გახსნიდი ფას უკვე დაკარგავდა ამიტომ თუ შენ casual ტიპი იყავი და მაინც უნდა კოლექციონერად რო ქონოდა ანუ მინიმუმ 2 უნდა გეყიდა ხაზია წადული მინიმუმ 2 უნდა იყიდო და პახოლო კიდე ერთი 5 ალტერნატიული cover-ი აქვს რომელიც ყველა უნდა იყიდო ხო და ეს შეექონდა და ეგრე იყებოდა ყველა და ყველაფერს ყიდნენ ეგრე და მაგიტომაც იყო რომ ეს ავტორები რა არტისტები ხელოვნები წავიდნენ Marvel-ს არ ჯეროდა უბრალოდ რომ წამატებას როგორ ვერ მიაღწევთ რა ანუ
ხალხს აინტერესებს კომიქსები ჩვენი პერსონაჟების გამო. კი და აი დადმოშალმა ერთ წელს მერე გამოუშვა სპანი, რომელსაც გაყიდა ყველაზე მეტი issue მაქვს. მაგის ნორმალურად გაყიდა ყველაზე მეტი issue. კაი ხანი იყო შენარჩუნებული და მე ჩამოვარ და ეხა ისევ აიწია სახნის წინ. მაგრამ თორმეტ გამოუშვა რა, სპეკულატორის მარკეტში არ შევიდა. ანუ ერთი cover-ი იყო. ხო. და არანაირი ალტერნატიული cover-ი არ ქონდა. და კიდევ სხვა გავსხა იმას რომ I can do this way better than you. ვერა ზოგადად შემიძლია გავაკეთოთ თქვენ. Hellboy რომელისა? Hellboy გონი Dark Horse-ი არის? Hellboy არის Mike Mignola-ი. ხო, და ანუ Mike Mignola-ი არის. Hellboy-ის პირველ დრო შემოხდა. ხო, Batman-ზე აქვს. მეგონა რომ ანუ რომელიმეს ნაწილი იყო. ძალიან DC-ის art style-ს გავს, თორე Hellboy Mike Mignola როგორც არტისტი დაიწყო მუშაობა DC-ში რა. ოღონდ DC-ში ვერ მუშაობდა ვერაფრად. ხო, ძალიან კაი სტილია. პენსილინგი მაგან არის ცოტა წესიერად. Listen, it's amazing. ინკები მაგან არის ცოტა წესიერად რა. არ მართლა ვერაფერს უშებოდა რა. მაგრამ ნუ იქ იყო და cover-ებს ადავდნენ პერიოდულად. მაგრამ ეს ტიპის ხდებოდა რომ ანუ თუ ესე გაგრძელებს გამოგდებნო რა. და შეიმუშავა რაღაცა თავიანთი სტილი. ძალიან არ გაიგდოს. და მე გადავიდა ანუ შენ არ გინდა რომ ისე Marvel-სა ის შენი პერსონაჟი. არავის არ უნდა. და მე გადავიდა Dark Horse-ში და გააშექნა Hellboy. და გააშენა. ხო. ძალიან ჭკვიანი არის კლასიკურ ფოლკლორში. და ანუ ალბათ აი კომიქსების One Piece არის Hellboy. თორე Hellboy არის ერთი განგრძობადი ნარატივი. ხო. ანუ კი ძალიან გავს რა Marvel-ის, იმიტომ რომ ანუ აი იმდენი წიგნი არის, რომ Hellboy ხო არის თავიდან, ორიგინალური Hellboy-ის ნარატივი არის. მე BPRD არის. მე BPRD-ას აქვს საკე თავისი spin-off-ი. თუ ორიგინალი ფილმები იყო, ფილმი თუ ნახე BPRD იცი რომელი არის. მაგთან ნახე. სულ ბოლო არ მაგთან ნახე Crooked-Man. არც მე პროლ ფილმი არც მე მოგხსნა. მაგრამ მაგის კომიქსი ორიგინალური შეიძლება დაბრუნდეს. და კაია ძალიან. და ანუ ხო ერთი განზომილი ნარატივი არის, ანუ არის არ ქონია remake-ი. Right, Hellboy number 1 აღარ გამოსულა რა, ანუ რაღაც არა. ყოველთვის ანუ წინა ისტორიას აგრძელებს. Good. კარგი სტილი აქვს და ინარჩუნებს, ანუ ის არა აქვს. ბევრი სხვა შორის ბევრი ის ყავს. გესა სტუმარი არტისტი ყავდა, ძალიან ბევრი დამოჩხდათ. ხო, ნუ ეგ ნებისმიერ ამ თემაზე შეგვიძლია მე უფრო განვორცოთ. ბევრი სხვა ცენტრსაც არის, ნუ მაგალითად Ninja Turtles, Teenage Mutant Ninja Turtles რა. Teenage Mutant Ninja Turtles. მაგის კომპანია იცი? რომელი ქვია? კომპანია არ ვიცი, არც კომიქსები არ ვიცი, მარტო ანიმაციებიდან ვიცი. ხო. და ანიმაციებიდან ეს ძველი წამთანახი, 3D რო ეგეც თანახი მაქვს და სულ ბოლოს ძალიან კაი რო გამოვიდა ეგეც. მაგრამ მარტო ანიმაციებიდან ვიცი. ხო, ეგეც კაინან ორმა ადამიანმა შექმნა თავიანთ გარაჟიდან. Of course. და ანუ მაგას აქვს არკული ამბავი. ანუ საკუთარ მეგობრები იყვნენ. Okay. მაგრამ აი ElfQuest-თან განსხვავებით, ანუ ElfQuest ერთი რაღაცაც ქონდა არის, რომ ანუ არა კომპიუტერ იყო. ანუ ElfQuest-ი არის ElfQuest-ი რა. ხო. კი რაღაც კომპანიებმა ცალეს ანიმაციები ეკეთება და გადააგდეს ვიღაცებმა რაღაცე ფილმებად, მაგრამ არ გამოვიდა. ხო. და ჩაიხშო და ვიღაცამ დისიმ და ვიღაცებმა დაუბეჭდეს, მაგრამ ფერი თუდი ხარისხი იყო, ქაღალდული ხარისხი იყო და დაიკიდეს და გადაივიდნენ და თვითონ გააკეთეს ყველაფერი. თუმცა პრობლემა არ ქონდა. ერთ-ერთი მიზეზი ElfQuest-ის ანიმაცია თუ არ არის, იმიტომ რომ ElfQuest ავტორმა თქვა, რომ არა, თუ ეს ისტორია არ იქნება, არ უნდა იყოს. ხო. მაგრამ Teenage Turtles ყოველ პერიოდში სულ სხვა არის. ხო. ანუ მუდმივად რეადაპტაცია თავიდან იგონებენ. თორე ერთ-ერთ შექმნელს მე ვიცოდი რომ პაროდია იყო იმ რაღაცა Daredevil-ის. კი, Daredevil-ის პაროდია ზუსტად, მაგრამ Batman-თან აქვს კროსოვერი ზამთრიად. მაგრამ Daredevil-ის პაროდია რომ მაგათი შრედერი პაროდია. ხო, სუპერმენების ჟანრის პაროდია არის რა, თუ თვითები. და ჯერ ხედავ რომ ის ბავშვებსაც უჭირავს ეს კურლები არის ის Daredevil-ი. იგივე რაღაცა Daredevil-საც შეეწყო თვალებში იგივე რაღაცა არის. შრედერის ორგანიზაცია The Foot. The Foot. Daredevil. The Handis. Oh, Handis reference-ია. Exactly. Okay, გონი ვიცოდი ეს. და ნუ Splinter-ი არის вообще ნუ რაღაც Styx-ის. ხო, Styx-ის ვირთხარა. იქაც ხო ეგ Splinter-ი ხედავს არ მახსოვს. ბრმა არის. Okay, იმაში არის ბრმა. ერთად Styx-ის არის. ხო, მაგის პაროდიაც შექმნეს. ანუ უბრალოდ ერთმანეთს აღარ დავებოდნენ. და მაგას კომპანიას უკავ თვითონ გამოუჩნდა გარაჟიდან. და
დაარქვეს Mirage Comics. იმიტომ რომ ეს კომიქსების გამოშვების პაბლიშერი Mirage იყო და არ არსებობდა. და they were like haha. და ერთი შუ გააკეთეს რაც ეგრე haha და უცებ ვაუ ყველა შუ გაგუყიდა და ხალხი ხოს რომ მეტი დაუჭოსა და მეორე გამოუშვეს. მეორე გამოშვების ეგრევე გაიყიდა და პირველი ცავდა ნაბეჭდეს და ეგეც ეგრევე გაიყიდა. და ერთი 8 წელი გამოუშვეს ერთად ეგრე. და კაი მეგობრები იყვნენ, მაგრამ მე კაინა გავფუჭოთ მეგობრობა, იმიტომ რომ ერთმა რაღაცები ჩადო რომ კი გააკეთე რაც კიდე იყოს და კომიქსებს ნაკლებად დროს უთმობდა და ხო. კაინა გავფუჭდათ ეგრე. მოდი აქ დავამთავროთ. ხალხო შემდეგ ეპიზოდში კომენტარები ალბათ იქნება, ხო? Who cares? I don't care. Yeah. კომენტარები დაგვიტოვეთ რა გინდათ შემდეგში მოისმინოთ. Yes. და ნახოთ თუ გაგვაქვს ამას ამოჭი არა. ამ მეგობრებთან ნახოთ. დაივიწყეთ, ნახოთ. Просто გათიშე ხოლმე.